გამარჯობათ, მე ნათია ვარ და ამ ვიდეოში მე მინდა რომ ავხსნა სამი დროის წინდებული, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ინგლისურ ენაზე საუბრისას. პირველი, ასეთი დროსთან დაკავშირებული წინდებული, ეს არის at. At გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც კონკრეტულ განსაზღვრულ დროის მონაკვეთზე. მისი ყველაზე მარტივი გამოყენების წესი არის, რომ მას ვიყენებთ ჩვენ საათებთან. მაგალითად, თუ ვამბობთ 5 საათზე, უნდა ვთქვათ at 5 o'clock. 7 საათზე, at 7 o'clock, 10 საათზე, at 10 o'clock და ასე შემდეგ. At-ს ვიყენებთ ასევე, როდესაც ვამბობთ შუა დღეს. მაგალითად, at noon. ოღონდ დავიმახსოვროთ, რომ noon და at noon არის ისეთი შუა დღე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ზუსტად დღის 12 საათი რომ არის, აი მაგ შუა დღესო. ასევე, თუ ვამბობთ at night, ანუ ღამით, ან ღამე, ხოლო შუა ღამეს იქნება at midnight. ასევე at midnight არის შუაღამე სუსტად ღამის 12 საათიო. At ასევე გამოიყენება, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დღესასწაულებზე. მაგალითად, შობაზე, ან აღდგომას ინგლისურად იქნება როგორც at Christmas, შობას, ან აღდგომას at Easter, ანუ აღდგომასო, ან აღდგომას. ასევე at გამოიყენება დროის გამონათქვამებთან. მაგალითად, როგორიც არის ამ წუთას ახლა, ეს არის at the moment, ან at present, ახლაო. და ასევე at the same time, რაც ნიშნავს იმავდროულად ერთი და იგივე დროს. არის ასევე, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ weekend-ზე, ანუ შაბათ-კვირასო, და ვთქვათ at the weekend, ან at weekends, ანუ this გარეშე, და ეს ნიშნავს შაბათ-კვირას და ეს გამოყენებული არის ძირითადად ბრიტანეთში, როდესაც საუბრობენ ბრიტანულ ინგლისურით. მაგრამ თუ თქვენ ხართ ამერიკაში და საუბრობთ ამერიკულ ინგლისურით, მაშინ თქვენ უნდა გამოიყენოთ at-ის მაგივრად on და თქვათ on the weekends, ანუ weekend-ზეო, ან on weekend, ანუ this გარეშე. შემდეგი წინდებული ეს არის in, რაც ნიშნავს ში, მაგრამ როდესაც ჩვენ მას ვიყენებთ როგორც დროის წინდებული, ის ზოგჯერ არ ითარგმნება როგორც ში. მაგალითად, delete არის in the morning, შუადღით არის in the afternoon და საღამოს არის in the evening. მე თქვი, რომ at noon არის შუადღე, ოღონდ ეს იყო შუადღე, როდესაც სუსტად 12 საათი გვაქვს. აი in the afternoon უკვე არის ისეთი შუადღე, როდესაც 12-ს რომ გადასცილდება და ის შუადღე რომ გვაქვს. In ასევე გამოიყენება, დავიმახსოვროთ, თვეებთან, სეზონებთან, წლებთან და საუკუნეებთან. ანუ, ჩვენ თუ გვინდა რომ ვთქვათ, მაგალითად, ივლისში, ეს იქნება ასე. In July, ან ოქტომბერში. In October, ან სეზონებთან, როდესაც გვინდა ვთქვათ ზაფხულში, იქნება ასე. In summer, ან ზამთარში. In winter და საუკუნეებთან, როდესაც ვამბობთ სიტყვაზე 21 საუკუნეში, ვამბობთ in 21st century, ან როდესაც ვამბობთ მაგალითად 1999-ში, უნდა ვთქვათ in 1999. მოკლედ, in-ს ვიყენებთ უფრო დროის გრძელ განსაზღვრულ პერიოდებთან. და ბოლო მესამე დროის წინდებული, ეს არის on. On როგორც ასეთი ადგილის წინდებული ნიშნავს ზე. ანუ ჩვენ მაგალითად თუ გვინდა რომ ვთქვათ მაგიდაზე, ვამბობთ on the table. მაგრამ როდესაც ის გამოიყენება როგორც დროის წინდებული, მისი მნიშვნელობა იცვლება. მაგალითად, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ ორშაბათს, ვამბობთ ასე on Monday. და on შესაბამისად გამოიყენება ყველა კვირის დღესთან. ანუ სამშაბათს იქნება on Tuesday, ოთხშაბათს on Wednesday და ასე შემდეგ. ასევე, თუ კი ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ ორშაბათობით, ვამბობთ ასე on Mondays. უბრალოდ ერთი პატარა ნიუანსი, Mondays ემატება ესი და ანუ გამოდის ორშაბათობით. ასევე, თუ გვინდა რომ ჩვენ ვთქვათ მაგალითად ორშაბათს დილით, ვამბობთ როგორც on Monday morning. ანუ ნახეთ ყურადღება მიაქციეთ. თუ კი ჩვენ ვამბობდით მხოლოდ დილით, ვამბობდით in the morning. მაგრამ თუ კი ვამბობთ ორშაბათს დილით, უკვე ვამბობთ on Monday morning.
on ასევე გამოიყენება თვეებთან. ოღონდ ახლა ნახე ყურადღებით იყავით. მე ხომ თქვი რომ თვეებთან გამოიყენებოდა in, როდესაც ვამბობთ მაგალითად in July, ივლისში. მაგრამ თუ კი ჩვენ თვესთან ერთად ასევე ვამბობთ რიცხვს, ვაკონკრეტებთ რიცხვს, მაშინ უკვე უნდა გამოვიყენოთ on. მაგალითად, ოქტომბერში არის in October, მაგრამ თუ მე უნდა ვთქვა 4 ოქტომბერს, ან ოქტომბერ 4-ში, უნდა ვთქვა ასე on October 4th. On ასევე გამოიყენება ისეთ გამოთქმებში, როგორც არის მაგალითად ჩემს დაბადების დღეზე, ჩემს დაბადების დღეს და ეს არის on my birthday. ან მაგალითად, როდესაც ვამბობთ შობის დღეს on Christmas day და ასე შემდეგ. ერთი პატარა ნიუანსი დავიმახსოვროთ, რომ როდესაც გვაქვს ისეთი სიტყვები, როგორც არის this, ეს, last, გასულ, next, შემდეგ მომავალ და every, ყოველ და აი ამ 4 სიტყვას ვიყენებთ, ჩვენ უკვე მაშინ on, in და at უკვე აღარ გვჭირდება. ანუ ამ ზაფხულს არის this summer. შემდეგ კვირას არის next week, შემდეგ ორშაბათს next Monday და ასე შემდეგ. მოკლედ, როდესაც ვიყენებთ სიტყვებს every, this, last და next, უკვე სამი წინდებული, რომელიც მე ახლა ვახსენე, აღარ არის საჭირო. სულ ეს იყო დღეისათვის, მეგობრებო, ის დროის წინდებულები, რომლებიც მე მინდოდა რომ ამეხსნა თქვენთვის. იმედი მაქვს, რომ ეს ვიდეო მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, გთხოვთ რომ დალაიქოთ, ანუ ვიდეოს ქვეშ აი ესეთი ნიშანს დააჭიროთ. ჩვენ კი შევხვდებით სხვა ვიდეოებში. ნახვამდის წარმატებები.